მოგესალმებით. ეს წიგნების თაროა, მე ალექსანდრე ლორთქიფანიძე ვარ და დღეს წიგნების თაროს 22 სეზონის ჯგუფური ეტაპის მეორე ტურის თამაში შედგება, რომელშიც ერთმანეთს დაუპირისპირდებიან Ad Astra Infinitum და კერიკეონი. აბა როგორ ხართ? კარგად. პირველი ტური გქონდა ოდნავ ძიმე, შეიძლება ითქვას ორივე გუნდს, სხვადასხვანაირად, მაგრამ სწორედ ეს აქცევს ამ თამაშს განსაკუთრებით საინტერესოდ ჩემი აზრით, იმიტომ რომ ამ თამაშში შეიძლება გამოავლინოთ ის, რაც ვერ შეძელით პირველ ტურში ბოლომდე გამოგევლინათ. ამიტომ ორივე გუნდს წარმატებებს გისურვებთ, მე დარწმუნებული ვარ თქვენ შესაძლებლობებში და თავარია თქვენც ირწმუნოთ ახლა ამ ყველაფრის. თამაშის ბოლოს დასაჩუქრდებით, რა თქმა უნდა, წიგნების თაროსგან, მეგობრებო, მაგრამ ისე უნდა შეგახსენოთ თავარი პრიზი, რომლისთვისაც იბრძვით, ეს გახლავთ საზაფხულო სკოლა კემბრიჯში. აქვე უნდა გითხრათ, რომ ქვეჯგუფის ეტაპზე ქულები ითვლება საკალათბურთო სისტემით, ანუ ორ ქულას იღებს გამარჯვებული, ხოლო მარცხისთვის გუნდი იღებს ერთ ქულას. როგორც კალათბურთშია ხოლმე საერთაშორისო ტურნირებზე, ამიტომ მიაქციეთ ყურადღება ქულებს როგორ მოიპოვებთ და შეიძლება ზოგიერთ ქვეჯგუფში ძალიან დაიძაბოს საბოლოოდ მდგომარეობა. მზად ხართ რომ დავიწყოთ თამაში და გავარკვიოთ ეს ყველაფერი? დიახ. დავიწყოთ თამაში წიგნების თარ. ასევე შეგახსენებთ, რომ წიგნების თაროს 22 სეზონის პარტნიორია გამომცემლობა ინტელექტი. პირველი რაუნდი, პერსონაჟი. პერსონაჟი, რომელიც თქვენ უნდა გამოიცნოთ, საუკუნეების წინ დაწერილ ნაწარმოებში გვხვდება და ერთ-ერთი ყველაზე ტრაგიკული სახეა მსოფლიო დრამატურგიაში. იგი მაღალი წრის ოჯახში იზრდება. თუმცა სიყვარულის გამო არღვევს სოციალურ წესებს და ფარულად უცხოელ სარდალზე ქორწინდება. აბა, Ad Astra. აიდა. აიდა არის თქვენი ვერსია. მოცემულობიდან გამომდინარე. ალბათ რისკიანი ნაბიჯია. მიკა. მაგრამ არ არის ეს. შესაბამისად ვაგრძელებ შეკითხვას კერიკეონისთვის. უცხოელ სარდალზე ქორწინდება. ამით კი ის საკუთარ მამას უპირისპირდება. მიუხედავად იმისა, რომ ქმრის მიმართ ერთგულია და მასთან ერთად შორს საბრძოლო გარემოშიც კი მიდის, მათ ურთიერთობას თანდათანობით ეჭვი და შური ანგრევს. პერსონაჟი ვერაცნობიერებს მის გარშემო მიმდინარე ინტრიგას და ბოლომდე ინარჩუნებს სიწმინდესა და სიყვარულს. თუმცა სწორედ ეს უმანკოება იქცევა მისი ტრაგიკული ბედის მიზეზად, რომელიც ძილის წინ ლოცვის შემდეგ აღწევს კულმინაციას. ეს არის დეზდემონა, ეს ორი პასუხია ნამდვილად. დეზდემონა, უილიამ შექსპირის ოტელოს მთავარი პერსონაჟი ქალია, რომელსაც ეს ინტრიგა და ეჭვი შეიწირავს საბოლოო ჯამში. მიხვდით რა თქმა უნდა, შემდგომში მე თავიდან მომესმა შექსპირიაო, მაგრამ მე სხვაგან გადავხვიეთ. 3-0 ხდება ანგარიში, კერიკეონი წინ გადის პირველი რაუნდის შემდეგ და გავაგრძელოთ თამაში. მეორე რაუნდი. ციტატა. კითხვა. ჭრილობის მიღებამდე იცნობდით თუ არა მას და თუ იცნობდით, როდის რა პირობებში გაიცანით? პასუხი. ის მესაქონლე მეჯოგე კაცია. ზამთრობით ზღვის პირას აძოვრებს, იჯარით იღებს და საქონელს იქაზამთრებს. იჯარა თითქმის მუდმივია, ამიტომ საძოვარზე ფაცხა უდგას და იმ ფაცხაში ატარებს ზამთარს თავის დასთან, ელესთან ერთად. დათუთაშხია. დათათუთაშხია. კი, ეს ოქმების რომ გავს ასეთ მოლეკულები არის და ალბათ ისე დათაზე არის ობა. აბსოლუტურად სწორი პასუხია. ნამდვილად, დაბუა ამირეჯიბის რომანი, დათათუთაშხია. აი ზუსტად გაგახსენდა ის ეპიზოდიც, რომელზეც იყო საუბარი ამ შემთხვევაში. მეორე რაუნდის შემდეგ 3-3 ხდება ანგარიში. ვაგრძელებთ. მესამე რაუნდი, დოკუმენტური. ნაწარმოები, რომელიც თქვენ უნდა გამოიცნოთ. 21 საუკუნეში გამოიცა და სწრაფად იქცა ერთ-ერთ პოპულარულ გზამკვლევად
მეწარმეობისა და სტარტაპების სამყაროში. ავტორი ცნობილია იმით, რომ ერთ-ერთი პირველი იყო, ვინც ტექ კომპანიაში მარკეტინგის სფეროში იმუშავა და ინოვაციური პროდუქტების პოპულარიზაციაში მნიშვნელოვანი როლი შეასრულა. წიგნი პრაქტიკულ რჩევებს აძლევს დამწყებ მეწარმეებს, როგორ გადააქციონ იდეა რეალურ პროდუქტად, როგორ შექმნან ძლიერი ბრენდი და როგორ მიიზიდონ ინვესტორები. აღსანიშნავია, რომ ავტორი ხშირად იყენებს საკუთარ გამოცდილებას და სწორედ ამიტომ ეს წიგნი ხშირად რეკომენდებულია როგორც პრაქტიკული სახელმძღვანელო მათთვის, ვინც ბიზნესში პირველ ნაბიჯებს დგამს. ვერსია არ არის 30 წამი, გაქვთ ფიქრი? სამი, 2, 1. ამოიწურა 30 წამი და დამატებით მინიშნებას წავუკითხავ ორივე გუნდს. გამოსაცნობი ტექსტის ავტორი წლების განმავლობაში მუშაობდა ტექნოლოგიურ კომპანია Apple-ში. წიგნის სათაური კი პირდაპირ მიანიშნებს იმ გზაზე, რომელსაც იდეიდან ფინანსურ წარმატებამდე მივყავართ. 3, 2, 1. არ გაგვახსენდა ეს წიგნი, როგორ ჩანს, ამ წიგნის ავტორია გაი კავასაკი და წიგნს ქვია იდეიდან პირველ მილიონამდე. იდეიდან პირველ მილიონამდე და სტარტაპერები და ბიზნესში პირველი ნაბიჯის გადამდგმელი ადამიანები ხშირად ეყრდნობიან ხოლმე აქ მოცემულ რჩევებს. გავაგრძელოთ თამაში. მეოთხე რაუნდი. სხვადასხვა. თქვენ უნდა დაასახელოთ ის, რაც უამრავი ადამიანის ყოველდღიურობის ნაწილია. მისი განვითარება მე-19 საუკუნის ინდუსტრიულმა რევოლუციამ საგრძნობლად დააჩქარა. მისი კომერციული მიზნით გამოყენების დასაწყისად 1825 წელს ინგლისში გახსნილი ხაზი მიიჩნევა. აღსანიშნავია, რომ ეს გამოგონება არა მხოლოდ ტექნოლოგიური, არამედ კულტურული ფენომენიც გახდა. მას ხშირად იყენებდნენ ლიტერატურასა და კინოში ბედისწერის, გარდატეხისა და გზის სიმბოლოდ. ეს ტრანსპორტი ისტორიულად მჭიდროდ არის დაკავშირებული ქალაქების ზრდასა და მეტრო. უნივერსია მეტრო. ახან ქალაქები ისდება, მაშინ შიგნით გადაადგილებისთვის მეტრო ალბათ კარგი საშუალებაა. ეს არ არის სწორი პასუხი. ვაგრძელებ კერიკეონისთვის. ქალაქების ზრდასა და ეკონომიკურ განვითარებასთანაც. ბოლოს გეტყვით, რომ ლიტერატურაში ის მე-19 საუკუნის 10-იან წლებში გამოჩენილი ქალი პერსონაჟისთვის ფატალური მიდი, კარგი მატარებელი არის. ეს არის მატარებელი, ეს სწორი პასუხია. ფატალური აღმოჩნდა, ბოლოს სიტყვა ვეღარ მოვასწარი მეთქვა, მაგრამ გასაგები იყო მისთვისაც და რაც აღმოჩნდა ფატალური ამ შემთხვევაში და ანა კარენინასთვის კერძოდ აღმოჩნდა მატარებელი. დიდი ამ მსგავსება მეტროსა და მატარებელს შორის, მაგრამ მაინც მეტრო არ არის მატარებელი, ამიტომ სწორი პასუხია ამ შემთხვევაში მატარებელი. 6-3 წინ გადის კერიკეონი. ახლა კი ჩვენს გადაცემაში პირველი ვიდეო რგოლის დრო დგება. მოდით ვნახოთ. დათა თუთაშხია ჭაბუ ამირეჯიბის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი რომანია, რომელიც ქართულ ლიტერატურაში განსაკუთრებულ ადგილს იკავებს. საინტერესოა, რომ ეს ნაწარმოები პირველად ჟურნალში ნაწილ-ნაწილ ქვეყნდებოდა და მალევე იქცა მკითხველის ფავორიტად, მიუხედავად იმისა, რომ საბჭოთა ცენზურის პირობებში მისი შინაარსი საკმაოდ სარისკოდ მიიჩნეოდა. რომანში ერთდროულად იყრის თავს როგორც სათავგადასავლო, ისე ფილოსოფიური და სოციალური თემები. ტექსტი ხშირად განიხილება როგორც თავისუფლებისა და ინდივიდუალიზმის ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი გამოხატულება ქართულ ლიტერატურაში. დათა თუთაშხია გახდა სიმბოლო ადამიანისა, რომელიც არ ეგუება სისტემას და საკუთარი წესებით ცხოვრობს. რომანის პოპულარობა გიგა ლორთქიფანიძისა და გიზო გაბესკირიას ეკრანიზაციამ განსაკუთრებით გაზარდა. ფილმში დათა თუთაშხიას სახე ოთარ მეღვინეთუხუცესმა შექმნა. ვაგრძელებთ წიგნების თაროს და გადავდივართ შემდეგ რაუნდზე. მაშასე, მეხუთე რაუნდი. ვიდეო შეკითხვა.
გამოიცანით ის, რისი საწყისებით 1153 წლითაა დათარიღებული. დანიელ გროსმა ეს ნივთი აღწერა როგორც მობილობისა და მისტიკურობის ლიტერატურული სიმბოლო, რომელიც შესაძლოა სავსე იყოს ოქროთი ფოტოსურათებით ან უცნობების ნივთებით. ამერიკის შეერთებული შტატებიდან დაბრუნებული მექსიკელი მუშებისთვის სწორედ ეს იყო კოსმოპოლიტად გახდომის დამადასტურებელი საბუთი. საგულისხმოა, რომ თავდაპირველად ლაშქრობების დროს გამოიყენებოდა მძიმე იარაღის სატარებლად და მზადდებოდა ხავგადათვლილი რკინისა და ხისგან. მისი ფართოდ გამოყენება მე-19 საუკუნეში მასობრივი ტურიზმის პოპულარიზების შედეგად მოხდა. სიმძიმიდან გამომდინარე შეიქმნა მისი ბორბლიანი ვარიანტი. აჭერს ადასტრა ანუ ჩემოდანი მაშინ. და ეს არის ჩემოდანი. ჩემოდანი. სამგზავრო ბიზნესთვის და ბორბლებიან ჩემოდანის არის. და მანამდე იარაღის გადასატანად შეიძლება გამოიყენებდნენ და ჯერ კიდევ 1100 რომელიღაც წელს არსებობდა პირველი ფორმა ამ ლიტერატურა რაშუაში. რამე გახსენდებათ ლიტერატურაში ამ სათაურით. მე გაგახსენებთ სერგეი დოულატოვს აქვს ძალიან ცნობილი ნაწარმოები ჩემოდანი. ეს სწორი პასუხია, ეს არის ჩემოდანი და საერთოდ ხო ხშირად ლიტერატურაში ისეთი რაღაცა მნიშვნელოვანი დეტალის მანიშნებელია ხოლმე. ხო, აი იოჰან ნაგელს აქვს თავისი ჩემოდანი, შეიძლება რაღაც ერთგვარ იდუმალებასაც ნიშნავდა ეს რადევს ამ ჩემოდანში ხშირად არის ესეთი ამოუხსნელი კითხვა ხოლმე ლიტერატურაში. ამას მნიშვნელობა ამ შემთხვევაში დიდად არ აქვს, იმიტომ რომ სამი ქულა მოპოვებულია და ანგარიში ხდება 6-6. ვაგრძელებთ თამაშს. მე-6 რაუნდი. ასოციაცია. დაბადება. ოჯახი. ზამთარი. იდენტობა. განსხვავება. შიში. მარტოობა. დევნა. უარყოფა. აღმოჩენა. ბუდე. კვერცხი. წყალი. ფრთები. თოლია ჯონათან ლივინგსტონი. თოლია ჯონათან ლივინგსტონი. ბუდე, კვერცხი, წყალი, უარყოფა, აღმოჩენა, დევნა. ახ ძალიან ჰგავს ძალიან და მე მგონია რომ გონი კვერცხი არაფერი არ რამე იღბლის ქალღმერთს რამე უნდა შეესწიროთ იმიტომ რომ არ არის ეს სწორი პასუხი არ არის ეს სწორი პასუხი ერთადერთი სიტყვა დამრჩა სათქმელი და დავასრულებ კერიკეონისთვის შეცვლა ვერსია არ არის 30 წამი იფიქროს კერიკეონი სამი, 2, 1. აჭერთ მაინც. იყოს ორ ქულაზე გარისკვა ვიდრე უფრო ნამდვილი ერთი ქულა. ამოვცადოთ. სადაც ჩეხოვის თოლია? თოლია. არა. ეს არის სწორი პასუხი. ამ შემთხვევაში რისკი არ აღმოჩნდა გამართლებული. აი ყველაფერი მართლა გავდა თოლია ჯონათან ლივინგსტონს, მაგრამ შეცვლა აი ვინ არის კიდევ ეგეთი ვინ რა მახინჯი იხვის ჭუკი? მახინჯი იხვის ჭუკი არის სწორი პასუხი ამ შემთხვევაში. ნამდვილად ჰანს კრისტიან ანდერსენის ნაწარმოებიდან, იმიტომ რომ სწორედ ის არის ცნობილი არქეტიპი, რომელიც ძალიან იცვლება შემდეგ ვიზუალურად. ანგარიში არ შეიცვალა 6-6-ია ისევ და გადავიდეთ შემდეგ რაუნდზე. მე-7 რაუნდი, ავტორი.
დაასახელეთ თანამედროვე ავტორი, რომლის ნაწარმოებებიც ხშირად ხვდებიან მსოფლიო ბესტსელერების სიაში. მისი ტექსტები რეალობასა და სიურრეალურ ელემენტებს შორის ზღვარს შლის. საინტერესოა, რომ ის ახალგაზრდობაში სერიოზულად იყო გატაცებული სირბილით და წლების განმავლობაში მარათონებშიც მონაწილეობდა. მოგვიანებით ამ გამოცდილებაზე ავტობიოგრაფიული ესეც დაწერა. აღსანიშნავია, რომ ავტორი ინგლისურ ენოვან ლიტერატურას მშობლიურ ენაზე თარგმნიდა. მას განსაკუთრებული ინტერესი ამერიკული პროზის მიმართ აქვს, რაც მის სტილზეც აშკარად აისახება. ამ აზიელი მწერლის მურაკამი სიურრეალისტურია. სიურრეალისტურია თარგმნიდა კიდევაც? კი, იდეაში არ ვიცი ზუსტად, მაგრამ ალბათ თარგმნიდა. და რა ქვია მურაკამის? ჰარუკი მურაკამი. ეს სწორი პასუხია, მეგობრებო. ეს არის ჰარუკი მურაკამი, ნამდვილად გამორჩეული მწერალი იაპონურ ლიტერატურაში, რომელსაც ყველაზე თანამედროვეობის ყველაზე იაპონურ, მაგრამ იაპონიაში ყველაზე ევროპულ მწერლად მიიჩნევენ, ასე ვთქვათ. და ამითიც საინტერესოა თავის შემოქმედებით. 9-6 ხდება ანგარიში, კერიკეონი ისევ წინ გადის და ახლა უკვე გავიხსენოთ რა ფილმებიც გვაქვს ნანახი ყველა. იმიტომ რომ მერვე რაუნდი, ეკრანიზაცია. აჭერს სამი მუშკეტერი. აჭერს Ad Astra Infinitum და სამქულას იმატებს აქტივში. ეს ორი პასუხი, ეს არის სამი მუშკეტერი ნაწარმოები, რომლის არ ვიცი, შეიძლება ყველაზე მეტი ეკრანიზაციაც კი არსებობს ყველა ქვეყანაში, ყველა ერში, ყველა ენაზე, ზოგან 3-ჯერ, 4-ჯერ, 5-ჯერ და ერთ-ერთი ეკრანიზაციაც ამჯერად ამოიცანით თქვენ და შედეგად 9-9 გახდა ანგარიში, რაც ნიშნავს, რომ ძირითად რაუნდებში შეიძლება ბოლო რაუნდმა გადაწყვიტოს ლიდერის ვინაობა. გადავიდეთ შემდეგ რაუნდზე. ნაწარმოების რაუნდს წარმოგიდგენთ გამომცემლობა ინტელექტი. მე-9 რაუნდი ნაწარმოები. ახლა თქვენ უნდა გამოიცნოთ ნაწარმოები, რომელიც 21 საუკუნეში გამოიცა და ავტორის შემოქმედებაში ერთგვარად გვიანდელ, უფრო ინტიმურ ეტაპს ეხება. ტექსტში ყურადღება გამახვილებულია დანაკარგის შემდეგ ცხოვრებაზე. როგორ რთულდება ყოველდღიურობა, მეხსიერება და დროის აღქმა, როცა მთავარი ადამიანი ქრება. აღსანიშნავია, რომ წიგნის მთავარი პერსონაჟი ასაკოვანი პროფესორია, რომლის ცხოვრება კერიკეონი. პროფესორის საყვარელი ფორმულა. პროფესორის საყვარელი ფორმულა. იოკო ოგავა, ხო? კი. ცნობილი ხარ, აღარ გაწოლებ, მაგრამ ეს არის. ნამდვილად ეს არის პასუხი. შეკითხვას კი გავაგზელებ გუნდისთვის Ad Astra Infinitum. პროფესორია, რომლის ცხოვრება მკვეთრად იცვლება ტრაგიკული მოვლენის შემდეგ. ტექსტში ხშირად გვხვდება რეფლექსია წარსულზე, წერაზე და თავად თხრობის პროცესზე. შეკითხვის დასასრულს გეტყვით, რომ ეს ტექსტი ცნობილი ამერიკელი ავტორის ბოლო რომანია, რომელიც მის გარდაცვალებამდე ძალიან ცოტა ხნით ადრე გამოიცა. ვერსია არ არის, 30 წამი იფიქრეთ მეგობრებო. ეს ტიპიკა ან 21 წელს პოლიტიკი პროფესორი თავარი მიდალმა ლიტერატურა წერდა. და მიხსენებდა კარგად არის. სამი
2 1 ამოიწურა 30 წამი და დამატებითი მინიშნება თქვენთვის. დამატებით გეტყვით, რომ ცნობილი ამერიკელი ავტორის ეს ნაწარმოები 2023 წელს გამოიცა. აღსანიშნავია, რომ ნაწარმოების სათაური მთავარი გმირის გვარს ემთხვევა. ტექსტი კონცენტრირებულია ასაკზე და ცოლის დაკარგვით გამოწვეულ ტკივილზე. 3 2 1 ეს წერალი ყველამ ძალიან კარგად იცით, ის გარდაიცვალა 2025 წელს თუ არ ვცდები, ან 4-ში შეიძლება მერევა. მაგრამ ძალიან ცოტა ხნით ადრე გამოსცა თავისი უკანასკნელი რომანი, რომელსაც ქვია ბაუმგარტნერი. წერალი კი არის პოლ ოსტერი, მეგობრებო. პოლ ოსტერის ბოლო რომანზე იყო საუბარი, ბაუმგარტნერი. 2024-ში გარდაცვლილა, ეხლა დამიზუსტეს. შედეგად ჩვენში ანგარიში არ შეიცვალა ჩვენს თამაში, ისევ არის 9-9 თანაბარია მდგომარეობა, ინტრიგა დიდია, დაძაბულობა დიდია, ვიდეო რგოლი მოკლეა, ამიტომ ნახოთ. ჰარუკი მურაკამი თანამედროვე იაპონელი მწერალია, რომელმაც მსოფლიო ლიტერატურაში სრულიად უნიკალური ხმა შექმნა. მისი შემოქმედება ხშირად ხასიათდება მარტივი, მინიმალისტური ენით, რომლის მიღმაზე ღრმა ფილოსოფიური და ფსიქოლოგიური თემები იმალება. საინტერესოა, რომ მურაკამის ტექსტებში განსაკუთრებული როლი აქვს მუსიკას, განსაკუთრებით ჯაზსა და კლასიკურ კომპოზიციებს, რომლებიც ხშირად სიუჟეტის ნაწილადაც კი იქცევა და პერსონაჟების შინაგან სამყაროს გამოხატავს. მურაკამის ნაწარმოებები ხშირად შეიცავს პარალელურ რეალობას, ალტერნატიულ სამყაროებსა და უცნაურ, თითქოს სიზმრისეულ მოვლენებს, რაც მას მაგიური რეალიზმის ერთ-ერთ ყველაზე გამორჩეულ თანამედროვე წარმომადგენლად აქცევს. ის არაერთხელ ყოფილა ნობელის პრემიის ფავორიტებს შორის, თუმცა ეს ჯილდო მან ჯერ ვერ მოიპოვა. გრძელდება წიგნების თაროს 22 სეზონის ჯგუფური ეტაპის მეორე ტურის თამაში, მეც აღარ ჩავაკონკრეტებ, მაგრამ ანგარიშია 9-9 და ეს კი მნიშვნელოვანია, ადასტრა ინფინიტუმ და კერიკეონი ძალიან შეუპოვრად იბრძვიან, შეიძლება ითქვას და ცდილობენ, რომ თითოეული ქულა თავისკენ წამოქაჩონ, ამიტომ ახლა ჩვენ გადავალთ უკვე ქართულ ეტაპზე, ქართულ რაუნდებზე და ვნახოთ ვისკენ წავა ეს ორ-ორი ქულა, რომელიც თამაშდება. პირველი ქართული რაუნდი, ისტორია. გამოიცანით პიროვნება, რომელიც რამდენიმე საუკუნის წინ მოღვაწეობდა. იგი შთამომავლობით დიდგვაროვანი ფეოდალი იყო. სამეფო კარზე, რომელიც კულტურისა და განათლების ცენტრსაც წარმოადგენდა, ის მეგობრობდა უფროს მამიდაშვილებთან, არჩილთან, ლევანთან და გიორგისთან. მიიღო კარგი განათლება როგორც საერო, ისე სასულიერო დისციპლინებში. კერიკეონი. სულხან-საბა ორბელიანი? სულხან-საბა ორბელიანი და ეს ორი პასუხია, ეს არის 11-9 ნამდვილად გამორჩეული მოღვაწე საქართველოს ისტორიიდან, დიდი მცოდნე, მწიგნობარი და ასე შემდეგ შეიძლება უსასრულოდ გავაგრძელოთ სულხან-საბა ორბელიანის ქება. ჩვენ კი თამაში გავაგრძელოთ. მეორე ქართული რაუნდი, გეოგრაფია. ადგილი, რომელიც თქვენ უნდა გამოიცნოთ, აღმოსავლეთ საქართველოში, მტკვარ ალაზნის შუამდინარეთში მდებარეობს. იგი ჩრდილო-დასავლეთიდან სამხრეთ-აღმოსავლეთისაკენ 170 კილომეტრზეა გადაჭიმული. მაქსიმალური სიგანე 50-60 კილომეტრია. ადგილის ფიზიკურ-გეოგრაფიულ ინდივიდუალობას განსაზღვრავს მისი ერთობლივი შემაღლებულ ვაკისებური, დატალღული, სუსტად დანაწევრებული რელიეფი და ასევე კონტინენტური მშრალი ჰავა. მისი ფაუნა აღმოსავლეთ ამიერკავკასიის სტეპებისა და ნახევრად უდაბნოების წარმომადგენელთაგან შედგება. ძუძუმწოვრებიდან აქ აფთარს, ქურციკს, მგელსა, დანარჩენებს აღარ ჩამოგითვლით. ვაშლოვანის ნაკრძალი. ვაშლოვანი გადაწყვიტეთ თქვენ და აგრძელებთ ისევ ესე რისკიანად თამაშს, რომელმაც რაღაც ქულები დაგაკარგინათ. მედი ახლა არ. ფორტუნაო, გადმოხედე ამ კუც. არ არის ეს სწორი. ეს არ არის სწორი პასუხი. ვაგრძელებ შეკითხვას კერიკეონისთვის. მგელსა და მურა დათვს შევხვდებით. დასასრულს გეტყვით, რომ ტოპონიმის სხვა დასახელებაში გარეკახეთი ფიგურირებს. ლაგოდეხის ნაკრძალი? ლაგოდეხის ნაკრძალი არც ეს არის სწორი. გარეკახეთი. მეგობრებო, ეს არ არის ლაგოდეხის ნაკრძალი.
სინამდვილეში ამ ტერიტორიას ეძახიან გარეკახეთის ზეგანსაც. თუმცა ჩვენ გვჭირდებოდა პასუხი ივრის ზეგანი. ივრის ზეგანი. ვაგრძელებთ მესამე ქართული რაუნდი. კულტურა. დაასახელეთ ფეოდალური ხანის საქართველოს საერო არქიტექტურის ძეგლი, რომელიც წყალტუბოს მუნიციპალიტეტში, ქუთაისის სამხრეთით მდებარეობს. ყველაზე ადრეული ისტორიული ცნობა მის შესახებ მერვე საუკუნეში გვხვდება. ჯუანშერის თხზულების ცხოვრება ვახტანგ გორგასლისას ერთ-ერთ ნუსხაში ქართლის ერისმთავარი არჩილი ამბობს: წარვალდა დავეშენები ციხესა და ქუთათის. აღსანიშნავია, რომ სასახლის მთავარი ნაგებობა გიორგი მესამის დროინდელია. დასასრულს გეტყვით, რომ ამ ადგილს 2006 წლის 7 ნოემბერს საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულების თანახმად ეროვნული მნიშვნელობის კულტურის უძრავი ძეგლის სტატუსი მიენიჭა. 3, 2, 1. კერიკეონირის გავს და შეეცდება ორი ქულის მოპოვებას. მეორე ვთხარი. არა, გეო. კაი. ეს არის მიდი. მეორე ვთხარი. 3. კაი, ბაგრატ იყოს. არა, ეს არ არის სწორი პასუხი, მეგობრებო. ეს არ არის სწორი პასუხი. აქვს ადასტრა ინფინიტუმს წესების თანახმად უფლება დააფიქსიროს თავისი ვერსია. არ გაქვთ ასე. ეს არის გეგუთის სასახლე. გეგუთის სასახლე. ქუთაისთან ახლოს მდებარეობს ქუთაისის სამხრეთით. ქართული ეტაპი ამგვარად ამოიწურა. ზოგად რაუნდებზე გადავდივართ და აბა თქვენცით ხელოვნებაზე ვინ ითამაშებთ. თეკლა, მარი, პირველი ზოგადი რაუნდი. ხელოვნება. გამოიცანით მსახიობი, რომელიც მე-20 საუკუნის ბოლოს გამოჩნდა კინოში და მალევე იქცა ჰოლივუდის ერთ-ერთ ყველაზე საინტერესო არტისტად. მისი კარიერა 1990-იან წლებში დაიწყო, თუმცა ფართო აღიარება მოგვიანებით, ფსიქოლოგიური დრამებითა და დამოუკიდებელი ფილმებით მოიპოვა, რომლებშიც რთული და არასტანდარტული პერსონაჟები შეასრულა. გმირი ყოველთვის ცდილობს აირჩიოს ისეთი როლები, რომლებიც ადამიანის ფსიქოლოგიურ მდგომარეობას ეხება. მას განუსახიერებია მოზარდი და მისი ლეონარდო დიკაპრიო. ლეონარდო დიკაპრიო კითხვას რომ ვაკვირდები, კარგი ვერსია, მაგრამ არ არის სწორი. არა. არ არის სწორი. მარისთვის ვაგრძელებ. მას განუსახიერებია მოზარდი და მისი შინაგანი სამყაროც. დასასრულს გეტყვით, რომ იგი გაგახსენდებათ ისეთი ფილმებიდან, როგორებიცაა დონი დარკო, ტყვეები, ღამის ქვეწარმავალი და სხვა. 3, 2, 1. იხსენებ, მაგრამ ვერ იხსენებ. ეს არის ჯეიკ ჯილენჰოლი. ჯეიკ ჯილენჰოლი უნდა დაგვესახელებინა ამ შემთხვევაში პასუხის მოსაპოვებლად. არა უშავს. მეცნიერების რაუნდზე მოთამაშეებს უხმეთ. მარიამ, ნინი, მეორე ზოგადი რაუნდი, მეცნიერება. ის, რაც თქვენ უნდა გამოიცნოთ, მეცნიერების ერთ-ერთ დარგში ფართოდ გამოიყენება და მნიშვნელოვან როლს ასრულებს თვისებების განსაზღვრაში. საინტერესოა, რომ ეს ბუნებრივი წარმოშობისაა და მიიღება გარკვეული ტიპის ლიქენებისგან, რის გამოც მას ჯერ კიდევ შუა საუკუნეებში სხვადასხვა პრაქტიკული მიზნისთვის მოიხმარდნენ. აღსანიშნავია, რომ იგი ერთ-ერთი პირველი ინსტრუმენტია, რომელსაც ქიმიის სწავლებისას იყენებენ. რადგან შედეგს თვალსაჩინო ფერის ლაკმუსის ქაღალდი? ეს არის ლაკმუსის ქაღალდი, ეს სწორი პასუხია ნამდვილად ლაკმუსი არის ეს, რომელიც ფერის ცვლილებით გვაჩვენებს შედეგს და მოსწავლეებისთვის ძალიან თვალსაჩინოა შესაბამისად რა რეაქცია მიმდინარეობს. ორი ქულა კერიკეონს და სპორტის რაუნდზე მოთამაშეებს უხმეთ. ნიკა, ლიზი, მესამე ზოგადი რაუნდი, სპორტი. სპორტსმენი, რომელიც თქვენ უნდა გამოიცნოთ, 21 საუკუნის დასაწყისში დაიბადა.
აღსანიშნავია, რომ გამოსაცნობი ფეხბურთელი პროფესიონალურ დონეზე დებიუტისას ერთ-ერთი ყველაზე ახალგაზრდა მოთამაშე გახდა კლუბის ისტორიაში. იგი გამოირჩევა ტექნიკით, სისწრაფითა და კრეატიულობით, რაც მას შეტევაში განსაკუთრებულ საფრთხედ აკეთებს. ლიზი? იყოს ლამინ იამალი. ლამინ იამალი. და მიაქვს კიდევ ორი ქულა კერიკეონს, ეს სწორი პასუხია. ეს არის ლამინ იამალი, ნამდვილად თანამედროვეობის ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული ახალგაზრდა ფეხბურთელი და არა მხოლოდ ახალგაზრდებში, ზოგადად ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული ფეხბურთელი. შედეგად კი ანგარიში ხდება 15-9. მაშასე ბლიცის ეტაპი გაგვრჩება სათამაშო. მე მაყურებელს შევახსენებ, რომ წიგნების თაროს პარტნიორია გამომცემლობა ინტელექტი და ასევე შეგახსენებთ, რომ ახლა შეგვიძლია ვიდეო რგოლი ვნახოთ და მერე ვითამაშოთ ბლიცს. სულხან საბაურბელიანი ქართული ისტორიის ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული ფიგურაა, რომლის საქმიანობამაც ლიტერატურასა და განათლებაზე მნიშვნელოვანი გავლენა იქონია. მისი სახელი ხშირად ასოცირდება არა მხოლოდ მწერლობასთან, არამედ ენათმეცნიერებასთანაც. სწორედ მან შექმნა პირველი ქართული განმარტებითი ლექსიკონი, რომელმაც ქართული ენის განვითარებაში განსაკუთრებული როლი ითამაშა. აღსანიშნავია, რომ იგი აქტიურად თანამშრომლობდა ევროპელ მისიონერებთან და ინტელექტუალებთან, რაც მას საშუალებას აძლევდა ქართულ კულტურასთან ევროპული გამოცდილება დაეკავშირებინა. სწორედ ამგვარი კონტაქტების შედეგად მის ნაშრომებში იგრძნობა როგორც აღმოსავლური, ისე დასავლური ტრადიციების სინთეზი. ცნობილია მისი დიპლომატიური მოღვაწეობაც, იგი ევროპაში იმყოფებოდა, რათა ქვეყნისათვის დახმარება მიეღო. სწორედ მან აღზარდა ვახტანგ მეექვსე, რომელმაც შემდგომში პირველი ქართული სტამბა დააარსა. მაშასე მეგობრებო, ვაგრძელებთ წიგნების თაროს, რათა ბოლომდე გამოვარკვიოთ ამ თამაშის გამარჯვებული გუნდი, რომელი იქნება. ამისთვის კი ბლიცი უნდა ვითამაშოთ. ბლიცი ითამაშებენ ნიკა და მარი. პირველი მარიმ უნდა ითამაშოს, იმიტომ რომ წინ არის კერიკეონი ანგარიში და მარი თუ ხარ მზად ამისთვის. სადო. დავიწყოთ ბლიცი მარისთან. დავიწყოთ. სადორი მწერალია რომენ როლანი? ამერიკელი. ფრანგი, რომელ საუკუნეში გამოიცა ჯოილენდი? 21. სწორია, ედგარ პოს მკვლელობა მორგის? ქუჩაზე. სწორია, რომელ ნაწარმოებში ხვდებით გლახუნა ბაქრაძეს? მგზავრის წერი. ბაში აჩუკი რა ქვია მფრინავ კუნძულს გულივერის მოგზაურობაში? ლაპოტა. სწორია, ვეფხისტყაოსანში ვისი ვაზირია სოკრატი? როსტევანის. სწორია, ბერძნულ მითოლოგიაში ვისი შვილია ჰერაკლე? ზევსის. სწორია, რომელ წიგნში ხვდება ვოკანოვსკის მეთოდი? შემდეგი. საოცარი ახალი სამყარო, რომელი იმპერატორია ჟულიან სორელის კუმირი? ნაპოლეონი. სწორია, რომელ ქალაქში დაიბადა არკადი სტრუგაცკი? შემდეგი. ბათუმში რა ერქვა უცხოელ ჭაბუკს სიბრძნეს იცრუიცაში? ლეონი. სწორია, როულიქთა რაგვარია ლუნა? ლავგუდი. სწორია, რომელ საუკუნეში გამოიცა პატრა ქალები? მე-19. სწორია, ფილიპ დიკის კაცი მაღალ? კოშკში. სწორია, რაგვარია განზომილების ავტორი ჯემალი? შემდეგი. ქარჩხაძე ედგარ კერეთის ტყუილების? შემდეგი. ქვეყანა რა არსებაა ქალაქში ერლულ მახვლედიანის წიგნის სათაურში? კატა. ყოღო, რომელ მეფეზე მოგვითხრობს თომას მელორი? შემდეგი. არტური, რომელი პიესის გმირია ფრეკენჟული? შემდეგი. ფრეკენჟული, მარტითა რაგვარები არიან ბეილონი და თეონი? ბარათეონები. გრეიჯოები დრო ამოიწურა. და მარიმ დააგროვა 10 სწორი პასუხი, აპლოდისმენტები მარის, მე კი ვინაცვლებ ნიკასთან. ნიკა, შენ თუ ხარ მზად თამაშისთვის? კი. დავიწყოთ ბლიცი ნიკასთან. დავიწყოთ. სადორი მწერალია რომენ გარი? ფრანგი. სწორია, რომელ საუკუნეში გამოიცა კერი? მე-20. სწორია, აგათა კრისტის, როჯერ ეკროიდის? მკვლელობა. სწორია, რომელ ნაწარმოებში ხვდებით ფარსმან სპარსს? დიდოსთან მარჯვენა. სწორია, ლილუპეტების შემდეგ ვისთან მოხდება გულივერი? გოლიათებთან. სწორია, ვეფხისტყაოსანში ვისი მსახურია შერმადინი? ართანდილის. სწორია, ბერძნულ მითოლოგიაში ვისი შვილია ათენა? ზევსის. სწორია, რომელ წიგნში ხვდება სიძულვილის ორწუთეული? 1484. სწორია, რომელი მეფის გვერდით იბრძვის აივენჰო? რიჩარდ ლანგული. სწორია, რომელ ქალაქში დაიბადა ვლადიმირ მაიაკოვსკი? ბაღდადი. სწორია, რა ერქვა უფლის სულ სიბრძნეს ისრუისაში? ჯუმბერი. სწორია, როულიქთა რაგვარია ნევილი? ლონგბოტომ. სწორია, რომელ საუკუნეში გამოიცა იისფერი? მე-20. სწორია, ფილიპ დიკის ბუნდოვნად? სკანერში. სწორია, რაგვარია გოდორის ავტორი ოთარი? ჭილად. სწორია, ედგარ კერეთის შემოქმედებითი? შემდეგი. წერა როგორია კაცი ერლულ მახვლედიანის წიგნის სათაურში? არის სერიოზული. სწორია, რა ერქვა მეფე არტურის ციხესიმაგრეს? შემდეგი. კამელოტი, რომელი პიესის გმირია ჰედა გაბლერი? ჰერაგაბლე. სწორია, მარტის რაგვარები არიან ვიზერის და რეიგარი? ტარგანიანები. სწორია, სადაური მწერალია მაქს ფრიში? გერმანელი. შვეიცარიელი სადორო ეპოსია შაჰნამე? სპარსული. სწორია, რომელ ამერიკელთა ხვდებით კაფე უისელ სტოპს? კენკის. ფენი ფლეგი დრო ამოიწურა. დრო ამოიწურა და ნიკამ დააგროვა 19 სწორი პასუხი, აპლოდისმენტები ნიკას და დაუბრუნდით მოთამაშეების სათამაშო ადგილებს, რომ გამოვაცხადოთ საბოლოო ანგარიში. რა თამაში გამოგვივიდა და როგორი
საინტერესოა რა რამდენ ამ медаლს ბევრი მხარე აქვს და ყველა მხარე უნდა ჩამოთვალო. საბოლოოდ ანგარიშით 28-25 იმარჯვებს Ad Astra Infinitum. თამაში, რომელშიც ბლიცის წინ ჰქონდა 6 გოლიანი ჩამორჩენა. ნიშანდობლივი რომ პირველ ტურში იგებდა მთელი თამაში და ბლიცით წააგო ამ გუნდმა, ამ თამაში კი აგებდა და ბლიცით მოიგო. აი ესეთი რაღაცებიც ხდება ხოლმე, მეგობრებო, მაგრამ მე უნდა მოგილოცოთ მოპოვებული ქულები, მნიშვნელოვანი ქულები და განსაკუთრებით იმის გათვალისწინებით, რომ ეს ძალიან მნიშვნელოვანი შეიძლება აღმოჩნდეს ქვეჯგუფიდან გასვლისთვის. ამიტომ აპლოდისმენტები დავაჯილდოვოთ გუნდი Ad Astra Infinitum. და ამ медаლს როგორც გითხარით, ბევრი მხარე აქვს, არა მხოლოდ ორი და ამჯერად კერიკეონს უნდა შევეხოთ გუნდს, რომელმაც პირველი ტურის მარცხის შემდეგ სრულიად გაძლიერებული, სრულიად განსხვავებული დაგვიბრუნდა ეს გუნდი მეორე ტურში, ძალიან მაგრად ითამაშეს ეს თამაში, ბოლო წამამდე ფლობდნენ უპირატესობას და ბოლოს ძალიან ცოტა დააკლდათ იმისთვის, რომ გამარჯვება მოეპოვებინათ, ამიტომ მინდა რომ ხურვალი აპლოდისმენტები კერიკეონს დაუკრათ. სამწუხაროდ სეზონში მეორედ მიწევს რომ განუგეშოთ მეგობრებო, მაგრამ ამჯერად უფრო მეტი მიზეზია იმისთვის, რომ თავი კარგად იგრძნოთ, იმიტომ რომ მშვენიერი თამაში ჩაატარეთ. მე კი მაყურებელს დავემშვიდობები. რა თქმა უნდა, ერთმანეთს შევხვდებით კვლავაც სიგნების თაროში, დაბა სხვაგანსად. თქვენ უყურეთ ჩვენს შოუს და უგულშემატკივრეთ გუნდებს საქართველოს ყველაზე მნიშვნელოვან ახალგაზრდულ პროექტში. ნახვამდის. ვერ მასწავლი ჭკუას, მასწავლი ჭკუას ან ბანგანდონ ჩვენ არა გვაქვს დილის დრო and wings-თან გელოდები ჩვენთან ან ბანგანდონ ჩვენ არა გვაქვს დილის დრო and wings-თან გელოდები ჩვენთან ან ბანგანდონ ჩვენ არა გვაქვს დილის დრო and wings-თან გელოდები ჩვენთან ან ბანგანდონ ჩვენ არა გვაქვს დილის დრო and wings-თან გელოდები ჩვენთან ვერ მასწავლი ჭკუას, მასწავლი ჭკუას, მასწავლი